გამარჯობა, ეთერშია ინდუსტრიული მაცნე. მე სოფო ლეთოდიანი ვარ. დღეს ინდუსტრიულ მაცნეში ნახავთ. საქართველოში ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაცია დაფუძნდა. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად ექსპლუატაციაში ახალი სასწორი შევიდა. ჯორჯიან მანგანეზის მორიგი ინიციატივა. სოფელ მღვიმევში სასმელი წყლის მიწოდება აღდგა. ჯორჯიან მანგანეზმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს საჩუქრად სარწყავი მანქანა გადასცა. მაღაროზე გატარებული 29 წელი. გაიცანით მძიმე მრეწველობაში დასაქმებული ქალი როზანი გაფრინდაშვილი. საქართველოში მძიმე მრეწველობაში მოღვაწე ყველაზე მსხვილმა ექსპორტიორებმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნეს. ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის პრეზენტაცია რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართა. ახლად დაფუძნებული ასოციაციის მიზანი დარგის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში მსოფლიო სტანდარტების დანერგვა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, დარგში მოღვაწე კომპანიების ინტერესების დაცვა, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, სფეროს განვითარებისთვის საჭირო პროფესიების პოპულარიზაცია, სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ასოციაციის ძირითადი მიზნებია მოახდინოს დარგის ხელშეწყობა, დარგის პოპულარიზაცია, დარგის განვითარება. ჩვენ ვაპირებთ საქართველოს მთავრობასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან, არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო და საგანმანათლებლო სექტორთან ერთად დავუღალავოთ ვიშრომოთ, რადგანაც გავზარდოთ ექსპორტის წილი, ექსპორტის წილის გაზრდა გამოიწვევს დამატებით დასაქმების გაზრდას და შესაბამისად ქართული ეკონომიკის წინსვლას. სფეროში დღეს მდგომარეობით ფუნქციონირებს დაახლოებით 30 საწარმო, დასაქმებული არის დაახლოებით 15,000 ადამიანი, მარტო ჭიათურის მაგალითი რო ავიღოთ, ჭიათურაში დასაქმებულია 6,000 ადამიანი, რაც ჭიათურის შრომის უნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 25%-ია. როგორც მოგეხსენება, დარგი არის ექსპორტიორი. წლის ჭრილში ექსპორტმა დაახლოებით 7 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც შეეხება ეკონომიკაში შეტანილი წვლილი ეს 1,100 მილიონს გადაცდა. ასევე მინდა დავამატო, რომ დარგში დასაქმებული ერთი ადამიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეს დათვლილია, ხელს უწყობს დამატებით 5 სამუშაო ადგილის შექმნას. ასოციაცია 5 მრეწველმა კომპანიამ ჯორჯიან მანგანეზმა, ჯორჯიან ფეროელოისმა, ჯორჯიან ელოის გრუპმა, რუს მეტალმა და GTM გრუპმა დააფუძნა. დამფუძნებლების თქმით, მათი მიზანი დარგის განვითარების ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სფეროში მსოფლიო სტანდარტების დანერგვა. დარგი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ღერძს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი ქვეყანაში ვალუტის შემოდინების თვალსაზრისით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი და ყველაზე დიდი დარგი ექსპორტის თვალსაზრისით, რომელსაც ქვეყანა, ასე ვთქვათ, უნდა უფრთხილდებოდეს და ამ დარგში მოთამაშე კომპანიები უნდა ზრუნავდნენ იმაზე, რომ დარგი იყოს მდგრადად განვითარებადი და მუდმივად აქტიური. ასოციაციის შექმნის მიზანს წარმოადგენს ის, რომ მოხდეს კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, დახვეწა როგორც დარგის რეგულაციების, ასევე დარგის ურთიერთობისა სხვადასხვა როგორც ხელისუფლების შტოებთან, აგრეთვე საზოგადოების სხვადასხვა ასე ვთქვათ ორგანიზაციებთან. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალზედ გვაწუხებს ჩვენის გარემოება, რომ დარგის პროფესიების სამწუხაროდ დღეს აღარ არის იმდენად პოპულარული. გვინდა რომ მოვახდინოთ ამის პოპულარიზაცია, გვინდა რომ მოვახდინოთ საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და მივიღოთ ამაში მონაწილეობა და უზრუნველყოთ ის, რომ დარგი იყოს მდგრადად განვითარებადი ჩვენს ქვეყანაში. სტუმრებმა ჭიათურაში მადნის მოპოვების ისტორიის სამსახველი ფოტომასალა დაათვალიერეს. ასოციაციის პრეზენტაციას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, მთავრობის დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დაესწრნენ. მე მგონია, რომ პოტენციალი არის, იმიტომ რომ დღესაც მეტალურგია არის ყველაზე უფრო დიდი ექსპორტიორი საქართველოში და მიმაჩნია, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრი რამ შეიძლება კიდე გაკეთდეს, მათ შორის სახელმწიფოს მხარდაჭერით. ამდენად, როცა მეტალურგები იქნებიან ერთად და თვითონაც გაითავისებენ იმას, რომ ისინი ამ
ქვეყანაში არ შეიძლება იყვნენ კონკურენტები, იმიტომ რომ ყველა მუშაობს უცხოეთის ბაზარზე. ეს ბაზარი არის აბსოლუტურად შეუზღუდავი, არის ძალიან დიდი და შესაბამისად, რაც უფრო ძლიერი იქნება მეტალურგია ყველა ცალკეული სუბიექტისათვის, ვინც ამ სფეროში დასაქმებული, ეს არის მისთვისაც მომგებიანი და მგონია რომ ერთიანი პოზიციით ისინი შეძლებენ სახელმწიფოსთანაც უფრო იოლად ურთიერთობას, გაზრდიან ექსპორტს, გაზრდიან სამუშაო ადგილებს, ამდენად ამ ასოციაციის შექმნა მგონია რომ წინაპირობაა საქართველოში მეტალურგიის განვითარების ახალი ეტაპის დაწყების. ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციაში სფეროში მოქმედი სხვა კომპანიების გაწევრიანების პროცესი დაწყებულია და ამ ეტაპზე ასოციაციაში 18 კომპანიაა გაერთიანებული. ახლად დაფუძნებული ასოციაციის მიზანი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ქართული ეკონომიკის გაძლიერებაა. ჯორჯიან მანგანეზი ფეროშენადნობთა ქარხნის ინფრასტრუქტურის მოწყობასა და საწარმოს განვითარებაზე მუშაობას აგრძელებს. მორიგი ობიექტი ახალი სასწორია. ნახეთ ჩვენი კორესპონდენტის მიერ მომზადებული რეპორტაჟი. ახალი სასწორი, რომელიც დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების ზუსტ მასას აფიქსირებს, ჯორჯიან მანგანეზში ექსპლუატაციაში შევიდა. ის იმ საინტერესო საინვესტიციო პროექტის ნაწილია, რომელიც პირველი საამქრო საკაზმე მასალებით მომარაგების სქემაში გარკვეულ ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტის მეორე ფაზა, როგორც ქარხნის დირექტორი ვასილ გერეგა ამბობს, ბუნკერების თავზე ვრცელი მოედნისა და გზის მოწყობა იქნება. მასში მძიმეწონიანი ტრანსპორტი საკაზმე მასალების ჩაცლას შეძლებს. Мы находимся около шахтоподачи первого цеха. ჩვენ ვიმყოფებით პირველი საამქრო საკაზმე მასალების უბანთან ახლოს, სადაც მანამდე მიტოვებული ტერიტორია იყო. ჩვენ მისი გაკეთებშობილება გადავწყვიტეთ და გავაკეთეთ სასწორი. ამას გარდა აქ მოეწყო დიდი მოედანი, სადაც მანქანები განთავსდებიან. ეს მხოლოდ პროექტის ნახევარია. მაღლა სადაც ახლა ვაგონებია განთავსებული, ვრცელი მოედანი და გზა გაკეთდება, საიდანაც მძიმეტონიანი ტრანსპორტი მასალას ჩააწყობს საკაზმე ბუნკერებში. შევეცადეთ მოგვეწესრიგებინა ეს უბანი. გეგმავთ გაზაფხულზე ყვავილნარი გავაკეთოთ, დავრგოთ მწვანე ბუჩქები. ყველაფერს ისე მოვაწყობთ, რომ აქაურობა სასიამოვნოდ გამოიყურებოდეს. Поэтому старались как-то сделать так, чтобы было приятно людям. ექსპლუატაციიდან რამდენიმე კვირაში, მას შემდეგ, რაც სასწორის მუშაობა გამოცდას გაუძლებს, ის სახელმწიფო შემოწმებას დაექვემდებარება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემის შემდეგ ოფიციალური ანგარიშწორების სასწორად ჩაითვლება. ქარხნის მთავარი ინჟინრის ინფორმაციით, ის ხელს შეუწყობს ცენტრალურ შემოსასვლელში არსებული იმავე ტიპის სასწორის განტვირთვის პროცესს. ახალი უბნის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად გარკვეული სიახლეები განხორციელდა ავტოპარკშიც. ეს მანქანები არის იმ ტიპის მანქანები, რომლებმაც საკაზმე მასალები უნდა ზიდონ, ეს არის სინატრაკი, სხვა შორის ამ პროექტის ფარგლებში არის სამიცალი ეს დიდი მოცულობის მანქანა შეძენილი ქარხნის მიერ და ასევე შეძენილი არის მისაბმენლიანი მანქანები, რომლებიც ჭიათურიდან ზიდავენ მადნებს ქარხანაში და ამ სასწორმა ყველა მათგანს უნდა გაუძლოს და მათი გადავლის შედეგად ზონა დააფიქსიროს და მოგვცეს ზუსტი წონები რა მასალები შევა პირველი საამქროს საკაზმე ბუნკერებში. ასტონიანის სასწორისა და მოედნისათვის ამ სახის მიცემაზე ჯორჯიან მანგანეზის სარემონტო და ელექტროსაამქროების, ასევე კეთილმოწყობის უბნის, ავტომატიკისა და ლაბორატორიის თანამშრომლებმა იზრუნეს. პროექტის მეორე ნაწილის რეალიზაციის შემდეგ უბანზე გამწვანების სამუშაოები დაიწყება, თუმცა ამ ტიპის ელემენტების აღნიშნულ ტერიტორიაზე შესატანად მანამდეც იზრუნეს, როცა აქ სიმბოლური წყარო გაკეთდა. განვაგრძობთ გამოშვებას. ინდუსტრიული მაცნეს წინაგადაცემაში ჩვენ ჯორჯიან მანგანეზის ინიციატივით სოფელ პერევისაში სასმელი წყლის ქსელის აღდგენის შესახებ გიამბეთ. მორიგი ასეთი ინიციატივით კომპანიამ პრობლემა სოფელ მღვიმევში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც მოაგვარა. ბოლო 4 თვის შემდეგ სოფელ მღვიმევში მოსახლეობამ ონკანში სასმელი წყალი დღეს პირველად მიიღო. მაია ჩარკვიანი ამბობს, რომ დღეიდან წყლის მოსატანად რამდენიმე კილომეტრის გავლა აღარ მოუწევს. 3-4 თვე წყალი საერთოდ არ მქონდა, ცისტერნებით მოდიოდა და ვავსებდით და მერე მოქონდა ამ მაღალ სართულებზე, ძალიან გაუსაძლესი იყო. მოგვაქციეს ყურადღება, ბევრი გაჭირება გადავიტანეთ, მაგრამ დღესდღეობით გვაქვს რო ვთქვათ, აი დამაკმაყოფილებლად, იმიტომ რომ 3 საათის შემდეგ მოდის წყალი და გვაქვს 8 საათამდე, ამას ფასლანაც უერთდება უკვე 6 საათის შემდეგ.
ღრმებთან ერთად კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა წყალმომარაგების პრობლემა ყველა იმ დასახლებას მოუხსნა, რომელიც სასმელი წყლით ჭიქაურას წყალსადენიდან მარაგდება. ჩვენ გრაფიკი გქონდა, იმ გრაფიკს ვერ უზრუნველყოფთ ნასოზე ტუმბოს გამო. და ეხლა ნასოზე ეს ახალი ტუმბო უზრუნველყოფს ამ გრაფიკს და მოსახლეობას 27 წელს მონასტრის დასახლებასაც თავის გრაფიკში ეწოდება 3 საათიდან 6 საათამდე საღამოს წყალი. ასევე გააუმჯობესა წყლის მიწოდება შუქრუთის მაღაროსთან მდებარე ჩაჩანიძეების უბანში, რამე თუ ის მაღალზია აქედან. და ეს ნასოსი ვერ უზრუნველყოფდა ბოლომდე მოსახლეობის დაკმაყოფილებას. პერევისის მსგავსად სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის ინიციატივა მღვიმევშიც ჯორჯიან მანგანეზს ეკუთვნის. ჯორჯიან მანგანეზის ზაფხულის განმავლობაში მოსახლეობას, რომელთა უმრავლესობა კომპანიაშია დასაქმებული, წყალს სპეცმანქანით აწვდიდა. ჭიათურაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის ინიციატივის შემდეგ რამდენიმე სოფელში პრობლემა მოგვარდა. პრობლემები იყო მთელი ზაფხულის მანძილზე ამ უბანში, ამ გვარბულში სამწუხაროდ ჩვენ ისე ხდებოდა, რომ ვერ ვაწვდით წყალს ფასნერის წყალსადენიდან, ცისტერნით ხდებოდა წყლის მოზიდვა აქ. ამ ეტაპზე ტუმბოს ჩადგმამ ეს პრობლემა მოხსნა. ეს ახლა მიტომ აღარ არის პრობლემა, რომ მოგეხსენება ჯორჯიან მანგანეზმა გააკეთა იქ დადგა მაღალი ამწევობის ნასოსი და იქიდან ამოდის და პრობლემა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკით აქვს წყალი, მაგრამ ჯერჯერობით ახლა მაინც სულ ისე ყოფნა ჯობია რა, ასეთ რო იყოს და მე დანარჩენს კიდე იმედი გვაქვს, რომ კიდევ დაგვეხმარება ჯორჯიან მანგანეზი. ჯორჯიან მანგანეზში მიიჩნევენ, რომ ჭიათურაში წყალმომარაგების კუთხით არსებული შეფერხებების აღმოსაფხრელად აუცილებელია წყალმომარაგების კომპანიისა და ჯორჯიან მანგანეზის საკუთრება გაიმიჯნოს. სარემონტო სამუშაოები დაჭირდება, ამაზედაც პრობლემას არ შევქმნით. მაგრამ კიდევ მინდა აღნიშნო, რომ ეს უნდა გაიმიჯნოს აუცილებლად, რომ გახდეს საკუთრება წყალმომარაგების თუ ეს იქნება ჯორჯიან მანგანეზი, თუ ეს იქნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ამაზე მუშაობს ჩვენი ხელმძღვანელობა მუნიციპალიტეტთან ერთად. საკუთრების გამიჯვნამდე უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად წყალს გრაფიკით მიიღებს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით, ავადმყოფის შვილი მყავს, ქმარშვილი მყავს და ესე იგი სარეთს ვერ ვეთხამდით და ვერაფერს და ვიყავით ძალიან გაწამაწიაში და ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯორჯიან მანგანეზის სასმელი წყლის ქსელის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე მუშაობას განაგრძობს. ჯორჯიან მანგანეზის სასმელი წყლის ქსელის აღდგენას სოფელ შუქრუთში აგრძელებს. კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს დამტვერიანების შემცირების მიზნით ქუჩის სარწყავი მანქანა საჩუქრად გადასცა. ვრცლად ჩვენ სიუჟეტში მოგითხრობთ. თითქმის 2 თვეა ქალაქის ქუჩების მოსარწყავად დღეში ორჯერ დილით ადრე და გვიან საღამოთი დამატენიანებელი მანქანა გამოდის. დამატენიანებელი მანქანა ჯორჯიან მანგანეზისგან ქალაქ ზესტაფონს საჩუქრად გადაეცა. ქარხნის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს საწარმოს ეკოლოგიური პროექტის ნაწილია. სარწყავი მანქანის მეშვეობით ქალაქის ქუჩების რეგულარული მორწყვა იქნება შესაძლებელი, რაც საბოლოო ჯამში ზესტაფონის ისტორიული მტვრისაგან გასუფთავებასა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ახალი ტექნიკისთვის საჭირო წყალმომარაგების უზრუნველყოფასაც ჯორჯიან მანგანეზი ახდენს. ქარხანაში მუშაობს დიდი პროგრამა ეკოლოგიის კუთხით. ვაცნობიერებთ, რომ საწარმო, რომელიც თითქმის ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მუშაობს, რაიონის მოსახლეობისათვის ნორმალური ცხოვრების საშუალებას უნდა იძლეოდეს. ამისათვის ყველა ღონეს ვხმარობთ. დიდი მუშაობა ჩავატარებთ ქარხანაში ფილტრების მოდერნიზებისათვის და მივაღწიეთ დამტვერიანების ნორმალურ მაჩვენებლებს. ამასთან თითქმის 1 წელი ვფიქრობთ ქალაქის იმ ისტორიულ მტვერისაგან გასუფთავებაზე, რომელიც მის ქუჩებში წლების განმავლობაში ილექებოდა. ამიტომ მიმდინარე წელს ვიყიდეთ 2 სარწყავი მანქანა. პატარა ჩვენთვის დავიტოვეთ, დიდი კი ქალაქს გადავეცეთ, რომ მან შეძლოს ყოველდღე იაროს ქუჩებში და მტვერი გადარეცხოს. ამ ეტაპზე წყლით უზრუნველყოფასაც ჩვენ ვახდენთ, იმიტომ რომ ქალაქს ამის საშუალება ჯერჯერობით არ აქვს და ამ კუთხითაც ვეხმარებით. ზესტაფონის ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალაქის ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით ასეთ დამოკიდებულებას მიესალმებიან. ფეროშენელთა ქარხნის მიერ გაკეთებული ეს მართლაც დიდებული საჩუქარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, იმიტომ რომ კარგად იცის ჩვენი მოსახლეობა რამდენად
ძიმე სიტუაცია ზესტაფონში ეკოლოგიური მდგომარეობის მხრივ. დამტვერიანებული ქალაქი, დამტვერიანებული ქუჩები და ალბათ ამ მთელი ამ ზაფხულის განმავლობაში, როცა ეს მანქანა მუშაობდა, უყურებდა მოსახლეობა თუ რაოდენ დიდი ეფექტი აქვს მის გავლას ქუჩაში, თუნდაც სიგრილის მხრივ, თუნდაც იმის მხრივ, რომ მე მტვერი კარგახანს უკვე აღარ დგება და აღარ მტვერიანდება. დამატენიანებელი მანქანის ქუჩაში გავლას დიდი ეფექტი აქვს მოსახლეობაშიც. მიხარია, რომ ჩვენს მშობლიურ ქალაქში, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის და ვალდებული ვართ, რომ იყოს სისუფთავე, აი ესეთი ტიპის მანქანა დადის და ყოველ დილით ჩვენს ქუჩებს რწყავს. ჩვენც ვალდებული ვართ, ჩვენი ქუჩები იყოს ნორმალურ მდგომარეობაში და იყოს სუფთა. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ჰეროს ქარხნის დირექციას. იმისათვის, რომ საკუთარი წყალმომარაგება ჰქონდეს, უახლოეს პერიოდში დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურში არტეზიული ჭის მოწყობაზე ფიქრობენ. მანამდე კი შედგენილია დამატენიანებელი მანქანის მოძრაობის განრიგი. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ზესტაფონი მტვერიანი ქალაქია და ყოველდღიურად ვახდენთ ქუჩების მორწყვას. რაც შეეხება წყალსაც გვაძლევს ერაშენოდნელთა ხარხანა. მაგრამ გვაქვს პერსპექტივაში, რომ ჩვენ თვითონ კონდეს ჩვენი არტეზიული ჭა და მოგვარდება ეს პრობლემა. საბჭოთა ეპოქის შემდეგდროინდელ ზესტაფონში ისევე როგორც ბევრ სხვა ქალაქში ქუჩები ხელოვნურად აღარ დატენიანებულა. ამიერიდან კი როცა ჯორჯიან მანგანეზისგან ნაჩუქარი სარწყავი მანქანა რეგულარულად მუშაობს, ზესტაფონში ატმოსფერული ჰაერი გაჯანსაღებას დაიწყებს. ჯორჯიან მანგანეზი აგრძელებს გარემოს ეკოლოგიურ გაჯანსაღებაზე ზრუნვას. ამ თემას ჩვენ შემდეგ გამოშვებებში დაუბრუნდებით. ინდუსტრიული მაცნე მაღაროელ ქალს როზანი გაფრინდაშვილს გაგაცნობთ. სამთო საქმე მისი პროფესია და ოჯახური ტრადიციის გაგრძელებაა. მირანდა ჭარხალაშვილი მოგითხრობთ. დილის 8 საათზე ვიწყებთ მუშაობას. მე განწესი მაქვს, რომელსაც უბნის გამგემაძლევს. აქ მიწერია ვინ სად როგორ უნდა იმუშაოს. შემდეგ იწყება ჩვენი სამუშაო პროცესი. მღვიმევის მაღაროს კარიერზე მძიმე ტექნიკა რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეში მდებარე მანგანუმის მადანს, ეგრეთ წოდებულ ფუჭქანებს აშორებს. ცვლის უფროსი როზანი გაფრინდაშვილი სამუშაოების დაწყებამდე მემანქანესთან ერთად ტექნიკის გამართულობას საგულდაგულოდ ამოწმებს. უყურადღებოდ არც ერთი დეტალი არ უნდა დარჩეს. სამუშაო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობა და მომუშავეთა უსაფრთხოების დაცვა მისი მთავარი მოვალეობაა. ცვლაში მყავს 17 კაცი, ქალი არ მუშაობს, ჩემს გარდა არავინ. ამ 17 კაცში შედის ექსკავატორის მემანქანეც, იქით მყავს ჰიუნდაის დუსანი იმათი მემანქანები, ავტომანქანის მძღოლები, ბულდოზერის მემანქანეები. თითქმის მიჩვეული ვართ ერთმანეთს ოჯახის წევრები ვართ. ყველა წევრები ვართ და ჩვეულებრივი ძალიან მშობლიური გარემოა რა და ოჯახი ვართ ყველა თითქმის. არ შეიძლება სხვანაირად. როზანი გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ შესყიდული ახალი ტექნიკა სხვა გაუმჯობესებულ შესაძლებლობებთან ერთად კონდენსიონერითა და გათბობითაა აღჭურვილი. ახალმა მანქანებმა სამუშაო პირობები მკვეთრად გააუმჯობესა. ცვლის უფროსი თავის გუნდთან ერთად ფუჭიქანების გადახსნის ნაკლებად მიმზიდველი პროცესის დასრულებას ელოდება. ერთ თვეში გამოჩნდება რამდენად ზუსტი იყო სამთო გეოლოგიური პროგნოზები. წინ არის მანგანუმის მდიდარ ფენებამდე დასვლის სიხარული. ამის შემდეგ დაიწყება მადნის ამოღების საინტერესო პროცესი. მეორე კარიერზე უკვე მოპოვება მიმდინარეობს და გამამდიდრებელ ქარხანას მანგანუმის მადანი უწყვეტი რეჟიმით მიეწოდება. ტექნიკა შემოგვიყვანა ჯორჯიან მანგანეზმა ძალიან კარგი ახალი ტექნიკა. სინოტრეკის ტიპის არის ავტომანქანები, ჰიუნდაი ყავს 2.53 კაი დიდი ტევადობის კომში აქვს, დუსანები ყავს, ძალიან კაი ტექნიკა ყავს. რა თქმა უნდა, ამარტივებს, პირობებს ყველანაირად ამარტივებს და მღვიმევის მაღაროს კარიერის ცვლის უფროსი მიიჩნევს, რომ მადნის ღია კარიერული წესით მოპოვება მაღაროსთან შედარებით ბევრად უსაფრთხოა. კარიერი ნაკლები მუშახელით და დანახარჯით მეტი მადნის ამოღების შესაძლებლობას იძლევა. გადახსნით ბუნება ფუჭდება, რა თქმა უნდა, მაგრამ მიდის რეკულტივაციის სამუშაოები და სწორდება აქ ჩვენ მეზობლათაც აქვე ხრამში გაკეთდა მოსწორდა ადგილები, დაირგა აგერ აქვე
ტყე გაშენდება მალე ჯერჯერობით ახლა ახალი დარგულია ყველაფერი და დახურულ წარმოებაში მიწისქვეშ იმდენ მარგანეცს ვერ მოიპოვებენ როგორც გადახსნით სამუშაოების დროს და ის მაინც მიწისქვეშ მუშაობს კაცი და შედარებით უფრო რთულია იქ მუშაობა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა ოჯახური ტრადიცია გაეგრძელებინა და სამთო-ელის სპეციალობას დაუფლებოდა. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს სამთო ინჟინრის სპეციალობის შესწავლის პარალელურად მუდმივი სამუშაოს უქონლობის გამო მუშაობა იქ უწევდა, სადაც დროებით გამოჩნდებოდა დასაქმების შესაძლებლობა. ასე მოიპოვა ავტორიტეტი და დააგროვა სამთო სპეციალობებზე მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე უკვე კარგად ნაცნობ მაღაროთა სამმართველოში ცვლის უფროსად დაინიშნა. როზანი გაფრინდაშვილი თავის საქმეს 30 წელია ერთგულად ემსახურება. ამბობს, რომ ეს პროფესიის სიყვარულია. 19 წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე მაღაროზე. დამლაგებლად დავიწყე მუშაობა თავდაპირველად. მე ძალიან ბევრი პროფესიები გამოვიცვალე. თითქმის ყველა კაბინეტი მოვლილი მაქვს კომბინატში. შემდეგ მიწისქვეშ ვენტილაციის ცვლის უფროსად მუშაობდი, გადამაგრების ცვლის უფროსად, ტრანსპორტის დისპეჩერად, ბოლოს მწონელ კონტროლიორად და მე უკვე ინსტიტუტის დავამთავრე და ინსტიტუტის დამთავრებიდან 85 წლიდან მუშაობ ღვიოვის მაღაროს კარიერზე ცვლის უფროსად დღემდე. მე ჩემი საქმე მიყვარს, ახლა 30 წელი ძალად ალბათ ვერსად ვერ იმუშავებ და ვერც გაჩერდები. როზანის ოჯახს საერთო საზრუნავის მიღმა პროფესიის სიყვარულიც აერთიანებს. მეუღლე ტარიელ ჩუბინიძე მაღაროელია. იგი მღვიმევის მაღაროს მიწისქვეშა უბნის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ მანგანუმის კარიერიდან დაბრუნებული ცვლის უფროსი დიასახლისის როლს ირგებს. წარმატებული და აქტიური მაღაროელი ქალი საოჯახო საქმეებსაც კარგად უძღვება. ძროხა მყავს, ხბო მყავს, ღორები მყავს, ქათმები მყავს. რაც შეიძლება ბოსტანი მაქვს ჩემი, რაც შეიძლება გაკეთე სოფელში, არაფერზე არა ვარ, ყველაფერს ვახერხებ. თქო უნდა ჩვენთან გაყოფილი საქმე არ არის, ახლა ისე არის, ხანმე ვარ სახლში, ხანმე უღლი არის სახლში და ასე შეხმატკილებულად ერთმანეთს უგებთ და გვაქვს აწყობილი ოჯახი. შვილები ვყავს, შვილიშვილები ვყავს. არ ვართ უკმაყოფილი ამ ცხოვრებით, რაც ჩვენი ასაკის და თაობის ხალხს შეფერის. როზანი გაფრინდაშვილის მშობლებს მაღაროელის პროფესიის სირთულე კარგად ესმით. შვილის არჩევანი და პროფესიაში მიღწეული წარმატება დამსახურებულ მაღაროელებს განსაკუთრებით ახარებთ. დედამ სულიკო გაფრინდაშვილმა მღვიმევის მაღაროთა სამმართველოში მეელსმენედ 31 წელი იმუშავა. როზანის მამა ნოდარ გაფრინდაშვილი სამთო წარმოებაში საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩაერთო. მამამ მაღაროელისთვის ყველაზე მძიმე გვირაბ გამყვანის სამუშაო იტვირთა. ნოდარ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას 43 წლის განმავლობაში ყოველთვის პირნათლად ასრულებდა, რისთვისაც სხვა არაერთ დამსახურებულ ჯილდოსთან ერთად ვეტერანის წოდება და შრომის მესამე ხარისხის ორდენი მიენიჭა. ახლა მაღაროში მუშაობის პერიოდს სიამაყით იხსენებს. მესამე ხარისხის ორდენი მაქვს მიღებულია. ვეტერანის წოდება მაქვს მიღებული. და ესეც მეხარია, რომ ორივე სიძექალიშვილი სახელოვნად მუშაობენ. მე მევალებოდა დაუშვათ იყო რამე მარცხი, ან მოხდებოდა რამე. მე უნდა გამეგებინებია მთელი ჭიათურისთვის ერთხელ შემხვდა კი მოსკოვში და სკი გავაგზავნეთ დრესტიდან, რომ ეს ჩემი მოვალეობა იყო, ჩემი პასუხისმგებლობა იყო და ძალიან პირნათლად ვასრულებდი და ეხლაც ბევრი მიგონებს შვილო ძალიან კარგად. მაღაროელის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. მაღაროელთა ქალაქში მძიმე პროფესიას შეჭიდებული უამრავი საინტერესო და საკუთარი ისტორიით გამორჩეული ადამიანი ცხოვრობს. დღეს მაღაროელი ქალის როზანი გაფრინდაშვილის შესახებ გიამბეთ. ინდუსტრიულ მაცნეში ხშირად ნახავთ მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებულთა ადამიანურ ისტორიებს. თქვენ უყურებდით გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. მე გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.